როდესაც 1938 წელს ნაცისტური ტანკები ჩეხოსლოვაკიაში შევიდნენ, ერთი ადამიანი მათ დასახვედრად ქუშაში გამოვიდა. ეს 68 წლის კაცი იყო, შუა საუკუნეების ჯავშანში ჩამჯდარი, ჰალბერდით ხელში. გერმანელებს წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ეკნათ მისთვის. იოსებ მენჩიკი ისე ცხოვრობდა, თითქოს მე-15 საუკუნე ყოფილიყო და არა 1938 წელი. 1870 წელს ერთ პატარა ჩეხურ სოფელში დაბადებული იოსები ისტორიით იყო გატაცებული, განსაკუთრებით ციხესიმაგრეებისა და რაინდობის ეპოქით. ირგვლივ სამყარო ელექტროენერგიას, ავტომობილებსა და თანამედროვე კომფორტს ითვისებდა, იოსებმა კი ეს ყველაფერი უარყო. 1911 წელს 41 წლის ასაკში მყოფმა იოსებმა დობრშის ციხესიმაგრე შეიძინა, მე-15 საუკუნის ნაგებობა, რომელიც ხანძრის შედეგად თითქმის განადგურებული იყო. ადამიანების უმეტესობა მას დაანგრევდა. იოსებმა კი გადაწყვიტა მისი აღდგენა და იქ შუა საუკუნეების რაინდის მსგავსად ცხოვრება. მას ელექტროენერგია არ ჰქონდა, არც გაზი. მხოლოდ სანთლები, ჩირაღდნები და საკუთარი თავის წინაშე ნაკიზრი ვალდებულება ეცხოვრა ისე, როგორც მისი წინაპრები 500 წლით ადრე ცხოვრობდნენ. იოსებმა ციხესიმაგრე შუა საუკუნეების არტეფაქტებით გაავსო. გერმანიიდან ჩამოტანილი ჯავშნებით, საფრანგეთიდან ჩამოტანილი შუბებით და დაშნებით, გობელენებითა და ხალიჩებით. ის ხანგამოშვებით ჯავშანში გამოწყობილი დადიოდა ცხენით სოფელ-სოფელ და მოსწავლეებს ჩეხეთის ისტორიასა და რაინდობის იდეალებს ასწავლიდა. ადგილობრივები მას ფოუსატი ტატა, წვეროსან მამას და პოსლედნი რიტირს, უკანასკნელ რაინდს უწოდებდნენ. ბავშვებს იოსები ძალიან უყვარდათ. მოხუცმა თავისი ციხესიმაგრე ექსკურსიებისთვის გახსნა. მეუღლე ემას და მათ საერთო შვილებს რაინდული ეპოქის კოსტიუმები ჩააცვა და მშობლიური ქვეყნის ისტორია ცოცხალ და ხელშესახებ გამოცდილებად აქცია. ხალხი იოსებს ექსცენტრიულ, მაგრამ დადებით პიროვნებად მიიჩნევდა. კეთილი მოხუცი კაცი, რომელიც თავის ციხესიმაგრეში ისტორიული პერსონაჟის როლს თამაშობდა და კოსტიუმირებულ პერფორმანსებს დგამდა. შემდეგ კი ის ავადსახსენებელი 1938 წელი დადგა. ადოლფ ჰიტლერს ავსტრია უკვე ანექსირებული ჰქონდა. ახლა მას ჩეხოსლოვაკიის დაპყრობაც სურდა. კერძოდ, სუდეტის ოლქის, რეგიონის, სადაც ბევრი ეთნიკური გერმანელი ცხოვრობდა. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, რომლებიც სასოწარკვეთილებით ცდილობდნენ კიდევ ერთი მსოფლიო ომის თავიდან აცილებას, მიუნხენის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რითაც ჩეხოსლოვაკია ჰიტლერს ხონჩით მიართვეს. 1938 წლის 1 ოქტომბერს გერმანულმა ტანკებმა ბუჩინასთან საზღვარი გადაკვეთეს. ჩეხოსლოვაკიის არმია დემორალიზებული იყო. გერმანული აგრესიისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. გარდა ერთი კაცის. როდესაც გერმანული ჯავშან-ტექნიკის კოლონამ ჩეხოსლოვაკიის საზღვარი გადაკვეთა, ნაცისტურ ტანკებს, სატვირთო მანქანებს და ათასობით ჯარისკაცს წინ ცხენზე ამხედრებული უცნაური კაცი გადაეღობა. კაცს რაინდის ჯავშანი ეცვა და ხელში უზარმაზარი ჰალბერდი ეჭირა. 68 წლის იოსებ მენჩიკი ნაცისტური საომარი მანქანის წინააღმდეგ მარტო დადგა. გერმანული კოლონა გაჩერდა. ჯარისკაცები დაბნეულები უყურებდნენ საუკუნეების სიღრმიდან, მათთან საბრძოლველად წამომართულ გარდასულ დროთა აჩრდილს. ტანკების მეთაურებმა რადიოთი აცნობეს შტაბს. აი, რაინდი, ჯავშანში, გზას გვიკეტავს. იოსები ცხენზე იყო ამხედრებული, ჰალბერდი აწეული ჰქონდა და მზად იყო სამშობლოს დასაცავად ებრძოლა. მაშინ, ბუჩინასთან, მტვრით და ღორების ნაკელით სავსე გზაზე ერთი წამით დრო თითქოს გაჩერდა. შუა საუკუნეების წარსული მექანიზებულ აწმყოს შეეჯახა. ერთი ხანდაზმული კაცი არმიის წინააღმდეგ. გერმანელებმა არ იცოდნენ რა ეკნათ. ზოგიერთი წყაროს ცნობით მათ ჩაფხუტებზე თითები დაიკაკუნეს, რაც იმის ნიშანი იყო, რომ იოსები შეშლილი ეგონათ. სხვები მოგვიანებით ამტკიცებდნენ, რომ უბრალოდ არ სურდათ კოსტუმში გამოწყობილი შეშლილი მოხუცი კაცის მოკლა. ხანმოკლე, სიურეალისტური დაპირისპირების შემდეგ ტანკებმა იოსებს გვერდი აუქციეს. მათ კაცი გზიდან გადააგდეს. იოსების სიმბოლური ჟესტი გერმანულ აგრესიას რა თქმა უნდა ვერ შეაჩერებდა, მაგრამ მან მაინც გააკეთა ეს. იოსები მაშინ აღუდგა წინ მისი სამშობლოს დაპყრობის საზარელ გეგმას, როცა ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ფარხმალი დაყარა და როცა მსოფლიომ თვალი აარიდა პატარა ევროპული ქვეყნის ოკუპაციას. იოსებ მენჩიკი, საბრალო, მოხუცი კაცი, რომელიც წარსულში ცხოვრობდა, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ჩეხოსლოვაკიის მომავლის დაცვის სადარაჯოზე დადგა. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა.
ხალხის ნაწილმა მას თანამედროვე დონ კიხოტი უწოდა, რომელიც ქარის წისკვილების ნაცვლად გერმანულ ტანკებს ებრძოდა. მაგრამ დანარჩენებმა სულ სხვა რამ დაინახეს. ადამიანი, რომელიც ხვდებოდა, რომ სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას წინ უნდა აღვუდგეთ, მაშინაც, როცა მდგომარეობა სრულიად უიმედოა. იოსების ციხესიმაგრე არასოდეს დაუკავებიათ გერმანულ ძალებს. თუ რატომ, უცნობია. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ნაცისტებმა მენშიკის უცნაური გამბედაობით გართობა გადაწყვიტეს და თითი აღარ დააკარეს მას. სხვები ფიქრობენ, რომ ციხესიმაგრეს უბრალოდ სტრატეგიული ღირებულება არ გააჩნდა. ფაქტია, რომ იოსები მთელი ომის განმავლობაში შუა საუკუნეების ცხოვრებით ცხოვრობდა. ბავშვებს ჩეხეთის ისტორიას ასწავლიდა, თავის ციხესიმაგრეს ინარჩუნებდა და დაკარგული ეპოქის ღირებულებებს განასახიერებდა. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და ნაცისტები დამარცხდნენ, ჩეხოსლოვაკიაში ძალაუფლება რუსმა ოკუპანტებმა ჩაიგდეს ხელში. ახალმა მთავრობამ, რომელიც კრემლიდან იმართებოდა, გააკეთა ის, რაც ნაცისტებსაც კი არ უქნიათ. იოსებს საყვარელი ციხესიმაგრე ჩამოართვა და სახელმწიფოს საკუთრებად აქცია ის. ამ ამბიდან 2 დღის შემდეგ იოსებ მენშიკის შვილის სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ამ დროს 75 წლის იყო. ადამიანი, რომელმაც მთელი ზრდასრული ცხოვრება სამშობლო ქვეყნის ისტორიის შენარჩუნებას მიუძღვნა, ვერ გადაურჩა რუსების მიერ ამ ისტორიის წართმევას. მაგრამ დღეს დობშის ციხე კვლავ ამაყად დგას. მას გამუდმებით სტუმრობენ ტურისტები, ხოლო ისტორიკოსები სწავლობენ. და ხალხი კვლავ ყვება უკანასკნელი რაინდის ისტორიას. ამბავს ექსცენტრიკული მოხუცისა, რომელიც შუა საუკუნეების ჯავშანჟილეტით გაემართა ნაცისტური ტანკების წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ირწმუნა, რომ ღირსების და სამშობლოს დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა.